მე ფეხზე ვერ გავიხარ. გაუმარჯოს ხალხ. იმ ბაიას ისევ ძინა. გემრიელად თან. აცრის შემდეგ, აცრა არა, ანალიზის შემდეგ რო აბღავლეს, რომ მოვიდა და ვაჭამი და დაიძინა. მაგან ჭამამ არა, ეხლა მეც შევჭამი ცოტა პური და რაღაცები მქონდა, ჩაისაც დავლე. მაგრამ საათზე საჭმელი მოდის ხოლმე და არ მოდის. არა და 11:05 წუთია. აი, ფანჯარა რო ჩანს აი ეს. ნემი რო არა ჩანს. მანათა, მოკლედ. აი ეს ფანჯარა. გარის გოგო ერთი რა, პალატაა ჩვეულებრივი და მან დრო მიდის ხოლმე საჭმელი. ხედავაკი. ხო და ხა კამპიუტერი ყურები, რაც მადარი ვისული. საჭმელს ველოდები რა. ეხა ჩაი უნდა ამედუღებინა და მოიცამე ცოტა ხანს მოვიცი, მე თქჩი რამე ისეთი შევჭამოთ ხო და იკვიანებს. შემოსულები იყვნენ წეღან, მოკლედ მკითხეს რა როგორანაირად და მესანე ხა ისინი მკითხავდნენ, ისედაც გაგიზიარეთ თქვენ ამ საავადმყოფოსთან ჩემი ურთიერთობა და რამდენად კმაყოფილი ვარ და რამდენად არა. ხო და ვუთხარი კიდეც რა ვიცი. აი უნდა ეძებო რომ რამე იპო მართლა უყურთ რა არც ჩემი ნაცნობი არიან არც არაფერი რავი ურთიერთობაშიც მართლა კარგები არიან ანუ რა მითხეს ცი მერეო შეფასებაო დაგვიტოვე Google-შიო ოღონდო რაც შენ გინდაო ის დაწერეო რა ანუ შენ რაც ნახეო რაც იგრძენიო რაც გაკალდაო რაღაცა და პირიქით მადლობა მოუხადე გადაველი მე და დავტოვე ჩემი მოსაზრება Google-ში ბოკერიას კონკრეტულად სამშობიაროსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე შეხება აქ მქონდა. მანამდე ლაშასაც ხო ჰქონდა თითი რო გაიჭრა და რაღაცა და შვენიერი სიტუაცია იყო ლაშასთვისაც. ხო და ესა რავი პირადადაც უთხარი რა რომ რავი ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სისუფთავე პირველი რიგში სამშობიაროში სისუფთავია. რავი მართლა ხო ფიქრობ რომ რამე ვიპოვო ვერ იპოვი ყურადღება ურთიერთობა დამოკიდებულება პაციენტს და ანუ არა აქვთ ეს თავმაღალობის რაღაცა ზოგ ხოლმე რომ ანუ რო ვერ შეეკითხები რაღაცა რო გინდა და ვერ შეეკითხები და ვერ გაუბედავ არ არის ეგ მომენტი მაი შენი გუშინდელი ჩვენ რო ვიჭორავეთ ის გავითვალისწინე და უთხარი და დღეს უკვე ადამიანივით გამოვიყურები მადლობა მე მოგწერ პირაჩი ძმერი არ დავავიწყდება აღარ მაქვს ტანჯულის სახე ხო და ერთ სიტყვით ყველაფერი კაია ამ სიტუაციაში ამ კონკრეტულად ხო და დავტოვე მოსაზრებაც Google-ში ხო და გამიკვირდა სხვათა შორის რომ შევედი სხვების მოსაზრებები დახვდა. ოღონდ სამშობიაროზე არ იყო გაკეთებული. ერთი იყო გაკეთებული შესასვლელში რომ ქალი ზისო ძალიან ისეთი სტრანიაო. მერე იყო სხვადასხვა განყოფილებებზე, ოღონდ სამშობიაროზე არ იყო. ორი ცალი ვნახე რომ ვენაში ნემსი ვერ გააკეთესო რაღაცა უკმაყოფილო იყო და რა ხარა მე რაღაც ექიმზე ეწერა კიდე. ნუ სამშობიაროზე არაფერი არ ეწერა ყოველ შემთხვევაში არც ისეთი და რავი. ხა იმათაც ეტყობა რამე ისა ჰქონდათ თორე არა მგონია ტყუილი დაითხარბე რომ ტყუილს რატო დავწერ ხო? ეტყობა რამე ჰქონდათ ესეთი. სხვა შორის რომ მოვედით ბარბარემ აღნიშნა იქ ჩვენ სხვა შესასვლელიდან შემოვედით და სამიანო სხვაგან არის. მაგრამ იმ ქალმა გამიტარა. ნუ არაფერი უხეშობდა რამე არაფერი უბრალოდ დაღლილიერი ჰქონდა ბარბარესაც კი ვუთხარი რომ ანუ რაღაცნაირი ქალი იყო და არაფერი მეუთხოში რომ დაღლილი იყო გაუბედურებული დღამენათავი ოღონდ არც აგრესია ჰქონდა არც უხეში ლაპარაკი უბრალოდ სახე ჰქონდა ნატანჯი და რა აქნას ეგეთი სახე ჰქონდა და ეხლა რა უნდა უთხრა დაღლილი გაუბედურებული სახე ხო და შეიძლება მეუთხარი მან 2000 კაცი შედის და თავი ხო უნდა ხონდეს ადამიანს რომ თან იმუშაოს და თან ხო არ გიცინებს პირში რა ხო რაღაც
მაგრამ არაფერი ანუ არც ის ვთქვი არც ის ანუ ვერ იტყვი რომ რაღაცა თვითი დამოკიდებულება ქონდა. ხო და ეგრე რა ვიცი. დითხარი ველოდო კიდე თუ ჩაიავადულო. წვნიანი მინდა რამე. ნანი გააკეთებს ახლა გუშინ გვიან დამირეკა. და შემელაპარაკებოდა ხვალე ურა დაგახვედრო საჭმელიო. ხო და ჩემი მისიკუდილებული ქათამი მქონდა იქ სახლის. მეთქი ეგ მოხარში. ხორცათაც შეიჭმევა დღეს. ხო და ის ნახარში მეთქი არ გადაღვარო რა მე რომ ერთ ცოტა აიღე მეთქი ის ნახარშიდან და სტაფილო ჩამიხარში მეთქი და ბრინჯი ვეცდები რომ კარტოფილს და ესეთ სიმშრალ საჭმელებს მოვერიდო ჯერჯერობით. ხო და ისა დანარჩენს რომ მივალ ამ წვენს პატარ-პატარა იმებში ჩავასხავ და ჩავყინავ რომ ესე ბულიონის სახით მივიღო თან სახლის ქათმის. ხო და დღეს ნანი დამახვედრებს მაგას. უნდა ვიყიდო მალაკო კიდე. მე მგონი მაქვს, მაგრამ მაინც ჩაი რო დავლიო, მალაკოანი, კარაქიანი. ოდე ხა თლათ ისი არა რომ თლათ ისი არ მომივიდეს, რომ ერთ სამშობლოს მე ვაჭამობ თელ ბავშვებს. სხვათა შორის იოანეზე რო ვიმშობიარე, მაშინ არ ვძე, ეხლა რომ მესამე დღეა ხო დღეს, ხო. რომ რაც ვიგრძენი რომ უფრო მეტად აქვს ბავშვს საჭმელი. იოანეზე პირველ თუ მეორე დღესვე აი საკმაოდ დიდი რაოდენობის რძე მქონდა და ეხლა პატარამ რამდენი უნდა ჭამოს ისეთი რომ შენ ან არ როგორ საშინლად იცის გამაგრება მერე და სიცხე და ტკივილი ვაიმე. ხო და მახსოვს რომ ტყუპები იყვნენ მაშინ იმაში სამშობიაროში არამიაში და დედა იყოს რაღაცა ანტიბიოტიკები თუ მოკლედ რძე არ შეიძლებოდა რა იმათი რა და ერთი დღე მთხოვეს რომ თუ შეიძლება რომ ვაჭამო. ვაიმე ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ პატარა 2 ტყუპს ვაჭამე. ბიჭები იყვნენ მე მგონი თუ არ ვწდები და მე სანამ წამოვიდოდი კიდე აიღეს კიდე იმეებში რძე. რომ ცოტა ხანი გამოგვადგებაო სანამ დედიკო გამოჯამრთელდებაო და რაღაცა შეგრძნება მქონდა რომ თითქოს რაღაცნაირად დავიხმე იმ პატარა წეტილები იყვნენ ინკუბატორში იწვნენ გამოყავდათ ინკუბატორში თუ ცალკე პატარა ხო რავი ვაიმე იგვიანებს საჭმელი რა საჭმელი 17 წუთია 11-ის აბა გავიხედოთ ის გოგო არაფერს საჭამს მგონის გოგო აღარ არის ყველა ველოდები. ვარ გაწერეს. მოკლედ შემოვიდნენ. ესენიო всё მორჩაო რაღაცაო დღეს მიდიანო მეთქი რომელ საათზე მივდივარ და 12-მდე ნახავს ამას პედიატრი. აი ყურადღება იცი რა გუშინაც ხონახა. გუშინ წინაც ხონახა და დღეს რომ მიუხედავთ იმისა რომ გუშინ რომ всё ვარო არაფერი არა არაფერი ანალიზებიც გაუკეთდა და ყველაფერი აცრებიც ამ ჩემმა ექიმმა მითხრა რომ მე ვგიშვებო всё თავისუფალი ხარ უბრალოდ პედიატრი არ გაგიშვებს სანამ დღესაც არ შეამოწმებს. და დამოკიდებული ვარ ამის ექიმზე ხლა რომ გაგვანთავისუფლოს. გაგვანთავისუფლოს, მაგრამ ოფიციალურად იმან უნდა თქვას რომ წადით. და ველოდები დაველოდები კიდე საჭმელს რომ მოვა ამ ვიდეოს ერთმოვა საჭმლის მოლოდინის გაგანი საჭმლის მოლოდინი მოკლედ რაც არის ლაკატკასავით რატო შემოვიდებიან ხოლმე ბავშვი გამიხუცეს მე რამდენი ჩემი პატარა კაბუთი ნახოთ რა გვაქვს ეხლა ფიები მუცლის მონათ რო დაიბადებია ეგ არის აი
გუშინის რა ქვია დაურეკე რა მესენჯერით და ველაპარაკებოდი და გაგანებდნენ ხმამაღლას უყოლ ერთმანეთს მე უთხარი სანამ მოვალ დაალაგეთ სიტუაცია რომ ისა არი გრიგობით იხმაუროთ ან ჩუმად იხმაუროთ ეს რა არის აუ ეს ძალიან მომწონს ამით მეგონი მიკროტანკუშიც გაცხელდება საჭმელი მანი რა ბაგარია მე კაია სანამ წავედი მანის კიდე შევჭამ ვიყიდო მანი მეც გავაკეთო ხოლმე სახში აი მე როგორ მიყვარს თან ზუსტად ამ სისქის ქელი არ შემიძლია ვერ ჩავყლაპა პირველ დღეს რაც იყო ეს არის ჭიქა თავისი ატრიბუტებით ჩაის და პური და ეს რაღაცა ამერიკის არ ვიყენებ ამას ვაკეთებ ხოლმე ეხლა შევჭამოთ მანი და პური მიყვარს ძალიან ასე რომ სუხარიც მაქვს, მე ჩაის და სუხარ სანამ წავალ და ეგ არის დამთავრებული. მედია მარილიანი არ არის. თქვენ კომენტარებზე ვიცი ხო გაუაზრებლად რომ ვიტყვე მაგალითად ჩემი რავი კნუტი ხვლიკი რაღაცა და თქვენ წეგანდელ კომენტარზე ვიცინე რა რომ რომელიღაც ცხოველი დაუწახე კიდე ბატი ჩემი ბატი მეთქი რომ თქვი და შეემატა ზოოპარკს ბატიო ჩემი წუწუნა ეხლა წუწუნა არის კი ეცაკ ისეთი წუწუნა ეს აღარ გაიღვიძებს დღეს დეტალავი იყო გამოწერისას გაიღვიძებს შევჭამე გებრიელად შეჩეს მივიყარე აი გუშინ თუ გუშინ კვერცხი დავტოვე რომ მეთქი რაც მინდა კვერცხი ეხლავე მეთქი და შუადღით შევჭამე და მე ხარავი შვედურად წავიდა მოხარშული კვერცხი გუშინ წიროლა შესუთხარი შაქარი ჩამოვიტანე მე და ჩაის ფერი ჩამოვიტანე 1 კილო შაქარი. პატარა ბანკები მაქვს. ვერ ჩაყარე მეთქი და თმინდოდეს. ეხლა სულთა პარკში გადავიდა პარკ შაქარს და მაცივარზე დავტოვებ თვითონ იხმარე მე ან ყავაზე ან რავი რაღაცაზე გამოადგებათ. გავუაწავი ჩაის ფერს კი რამდენიმე აღარ. ესეც ესე. დილაობით რო ერთად ვიწყებდით ხოლმე ყავით. ლოშატკის ქვეშ. სავარაუდოდ კი არა და ოფიციალურად ეგ დრო წავიდა. წარსულში დარჩა. ეხლა სადღაცას გადავიღებთ ხოლმე ვიდეოს ძირითადად საძინებელში ვიქნები. ანაირო დააწვეს საძინებელში ჩაიბენ აირბენ. ძირითადად ვიდეოს ალბათ საძინებლიდან შემოგთავაზებთ ხოლმე. იმიტომ რომ ვერ დავტოვებ ხო და ანუ ესე და ის ლოკაცია კაიხას იქნება გადადებული სხვა დროისთვის მომავალი ზაფხულისთვის ალბათ ვნახოთ მოკლედ ეხაც ვახერხებ ვიდეოების ჩაწერას ძინავ და სხვა მესაქმე ისეთი გასაკეთებელი არაფერი არა მათ ეხლა არც სახში არ მექნება ჰაიჰუი და წეღანაც გითხარით ეგეთიდან მაგრამ ელემენტარული სარეცხი და ის რაღაცა უთო და ის რაღაცეები ოჯახის საქმეები ხა ხო ჩვეულებრივ იმას ვთქვი ნუ ნელა მიხმარებებით და რაღაცა თავის მოგიჟიანებას არ ვაპირებ ხო და მაგიტო როგორ მოვახერხებ რამდენ ვიდეოს მოვახერხებ ეგ უკვე ჩემზე აღარ იქნება დამოკიდებული თუმცა მაქსიმალურად ვეცდები რომ სულ ცოტა ერთი მაინც ყველა ვარიანტში ჩავწერო ხოლმე და
შემოგეხმიანოთ. ანუ მე არ ვამბობ რომ ზუსტად ერთს ჩავწერ მეთქი. შეიძლება 2-იც მოვასწრო და 3-იც, იმიტომ რომ ასე თუ ისე ანუ ყურადღებით ვარ ხოლმე უნდა იყო რომ შეჭახდა თუნდაც რა ის უნდა დაისახნას ამოვიდეს ჰაერი ბავშვს რაღაცა და დააწუნ მაინც ამოსდის ხოლმე მერე და მაგას უნდა ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ნინოსთან გამოცდილება რომ საკმაოდ შეგვაშინა. ხო და სანამ იქნება ხოლმე ყარაულში თუ ასე თუ ისე ან საქმე ისე მექნება გადანაწილებული რომ მასთან ერთად ვაკეთო სანამ ეძინება იქ შიგნით რამე ჩული საქმე ვაკეთო თუნდაც დაუთხოვება რაღაცა შიგადაშიგ შეუძლებლობა შემიძლია ვიდეოც ჩავწერო ასე რომ მე არ ვამბობ რომ ან აღარ ჩავწერ ან ერთს ჩავწერ ერთსაც ჩავწერ შეიძლება 3-იც ჩავწერო მაგიტო ასე რომ უბრალოდ დამოკიდებულება შეიცვლება ვიდეოსი არა ჩემგან არა არანაირად მე არ ვამბობ რომ რაღაცა ან გამეუფასურდება ან რაღაცა სხვა ის რა ის ვიდეო როცა ბავშვი არა პარალელურად გავაკეთებ ყველაფერს ჩემთვის ისე საკმაოდ და იცით თქვენ როგორი მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს პლატფორმა და ძალიან მიყვარს უარ მიყვარდეს სხვა შემოვიდოდი უბრალოდ ცოტათი გაიწევა ოდნავ გაიწევა იმიტომ რომ თავარი ის უფროსი მეყოლება ისეთი და ცოტა ისეთი პრეტენზიული უფროსი მყავ ახლა რასაც მეტყვის ის უნდა გავაკეთო აი ჩემი წრუტუნა უყუდო წრუტუნა ასე რომ ვიდეოს ხან გადავიღებ ისე ხან შორეთმა აქ მექნება ხან შეიძლება აქაჯივით მქონდეს თმა ხან შეიძლება დაბლა ვიწვე და ისე გადავიღებ ასე რომ შეძლებს დაგვარად საიდანაც მოვახერხებ იქიდან გადავიღებ ვიდეოს აი ეგრე როგორც რაც და რანაირადაც მოხერხდება ოტა ვიდ ჩემთან ახართ კი იქნებით ისედაც ჩემთან წაველი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე უკვე 11 ხდება თითქმის ალბათ ცოტა ხანში პედიატრიც შემოგბრძანდება და გაიყვანენ და დაათვალიერებენ და სავარაუდოდ დაბანეკიდეთ საჭუყალავებენ და გამომიპრანჭავენ ჩემს პრინცს და წავალთ სახლში მე ხა ვერ ავტოვებ და არ ავტოვებ აბანოში არ შევდივარ მე ლაშა რომ მოვა წამიერად შევვარდები ოღონდ მე სახლში რომ მევარგენათვალე ჩემმა ჩაკას და უმღერო შემოგევლე როგორ მომდატრები ხარ მეთქი თავარია წვალი იყოს უნდა გავისახელ და გვარი ყავდა გამოვიდე იმით რა ქვია აბანოდან აი ეს წაველი ვეცდები რომ ემოციები ოვაციები თუ რაც იქნება გადავიღო ბავშვების